ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი, კიევის დინამოს ექს-მეკარე დენის ბოიკო, პარის სენ-ჟერმენის მცველის ილია ზაბარნის მიერ რუს მეკარე მატვეი საფონოვთან თანაგუნდელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და სიტუაციას სინათლე მოჰფინა. ბოიკოს თქმით, ზაბარნის სიტყვები, რომ მას თანაგუნდელთან ერთად სავარჯიშო მოედანზე გასვლა უწევს, გაუგებარი არ არის. ამის მიზეზი ისაა, რომ უკრაინელი ფეხბურთელი და რუსი მეკარე არ ურთიერთობენ და საბედნიეროდ საფონოვს ამ ეტაპზე ძირითად შემადგენლობაში თამაში არ უწევს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას ველაპარაკე და ვიცი, რომ ზაბარნიმ ერთ-ერთ პირობაც სწორედ საფონოვის გუნდში არ ყოფნა დაასახელა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი სურვილები ყოველთვის არ სრულდება, განაცხადა ბოიკომ. ფეხბურთელის თქმით, ზაბარნიმ კლუბს თავისი პოზიცია მაქსიმალურად მკაფიოდ დაუფიქსირა, მაგრამ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო რუს ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აქვს. კონტრაქტის ასე მარტივად გაწყვეტა შეუძლებელია. ამიტომ ილია აბსოლუტურად სწორად იქცევა. წავიკითხე უამრავი ნეგატიური კომენტარი მის მიმართ. რთ რომ ეს თითქოს პიარი იყო, მაგრამ არა, ილია ძალიან შეგნებული ადამიანია. მას ყველაფერი ესმის, მაგრამ არსებობს მომენტები, როდესაც ყველაფერი მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული. მან თავისი სურვილი და ქმედება შეასრულა, მაგრამ კლუბსა და საფონოვს შორის საკონტრაქტო ვალდებულებები არსებობს, ამბობს ბოიკო. შეგახსენებთ, რომ საფონოვსა და ზაბარნის ერთად ჯერ არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებიათ.